სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხმამაღლა მოთხოვნის გამო მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები დაარბიეს და სიცოცხლის გამოასალმეს ქალი, კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. თავისუფლებას სულს ისე მოსწყურდა, როგორც დაჭრილ პირმების გუნდს წყარო ანტარას. სწორედ ასეთი დაუოკებელი თავისუფლების სურვილით გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობა სიცოცხლეს გამოასალმეს და თითოეულ ქართველს მართებს ღოდება დაღუპულთა გამო, თუმცა ერთი ნიშნით მაინც მშვიდებთ თავს, რადგან ეს არის საქართველოს მთლიანობის და ერის სიმტკიცის სიმბოლო. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბატონი ემზარ გოგუაძე. მოგესალმებით ბატონო ემზარ, თქვენ ხართ უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ამბის და თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაწვრილებით გაიხსენოთ თვითონ წინაპირობებით და თავად 9 აპრილიც. დავიწყებ ვაცლავ ჰაველის შეფასებით, რომელიც მან გააკეთა 1990 წლის მარტში მოსკოვში პრეს-კონფერენციაზე. ეს იყო ნათქვამი ძირითადად ზვიად გამსახურდიას მისამართით და ჩვენი ეროვნული მოძრაობის მისამართით. ცხადია, მან აღნიშნა, რომ 9 აპრილი 99 წლის 9 აპრილი იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმა მომენტმაც დიდწილად განსაზღვრა ევროპისა და აქედან გამომდინარე მთელი მსოფლიოს პოლიტიკური მომავალი შემდგომში. რაც შეეხება წინაპირობებს, ცხადია, ეს გარდამტეხი მომენტი თავისთავად ვერ გაჩნდებოდა, მას წინ უძღოდა, ვიცით, 98 წლის ნოემბრის აქციები, უფრო ადრინდელს რომ არ შევეხოთ ამ წუთას. შემდეგ უკვე 99 წლის 25 თებერვლის ძალიან დიდი აქცია, სადაც უკვე ოფიციოზი დარწმუნდა, რომ ეროვნული მოძრაობა უკან არ დაიხევდა და თავის სერიოზულ მოთხოვნებს გააგრძელებდა. ამის შემდეგ მოვიდა 9 აპრილის წინა დღეები. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ შეიძლება გარკვეულწილად დაგვეწყო აქციები და მოთხოვნები ერთი შეხედვით თუნდაც შედარებით უმტკივნეულო თემებით და შემდეგ ის უცებ გადაგვეზარდა, უცებდა მოულოდნელად გულისხმობ ოფიციოზისთვის უმნიშვნელოვანეს ფაზაში და უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებში, რომელიც მთლიანად ცვლიდა შინაარსს. ასე იყო 9 აპრილთან დაკავშირებითაც. მახსოვს, რომ წინა დღეებში ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თხოვეს, რომ მიხმარებოდი აქტიურად საგაფიცვო კომიტეტის ორგანიზებაში. ეს ჩვენი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ბუნებრივი თხოვნა და დავალება იყო. უკვე ვიცით, რომ მაგ პერიოდისთვის ცენტრიდანული მოძრაობა დაწყებულია ეროვნულ ძალებში. ესეც ბუნებრივი და გასათვალისწინებელი პროცესი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ცხადია საბჭოთა სპეცსამსახურებს თავის მხრივ არ ეძინათ და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ განხეთქილება შეეტანათ ჩვენს რიგებში. რასაც თავიანთი დრაკონული მეთოდებით, მრავალი ათეული წლის მანძილზე დამუშავებული მეთოდებით ნაწილობრივ აღწევდნენ კიდეც. საგაფიცვო კომიტეტის შედგენა გარკვეულ სიძნელებთან იყო დაკავშირებული აქედან გამომდინარე, თუმცა ადვილად მოხერხდა მაინც. მაგალითად, თავად მე ასაკიდან გამომდინარე ახლოს ვიყავი, მაშინდელ უკვე დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, მაგრამ ახლოს ვიყავი როგორც ჯავახიშვილის, ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობასთან და მათ ლიდერებთან, მის ლიდერებთან
ასევე ფართო მასშტაბიანი იყო ჯავახიშვილთან ერთად სამედიცინო ინსტიტუტის ეროვნული მოძრაობა, სტუდენტური მოძრაობა, მათთანაც მჭიდრო კავშირი მქონდა, არა მხოლოდ მე თავისთავად ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასაც და მარტივად მოხერხდა კომიტეტის შედგენა, საგაფიცვო კომიტეტის, მასში შედიოდნენ პარტიების ლიდერები, მაშინ იმ პარტიების, რომელსაც ოფიციოზი არაფორმალურს ეძახდა, თავისთავად არაფორმალური იყო იმ გაგებით, რომ საბჭოთა სისტემა ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ პარტიას და ჩვენ მათ თვალში ვიყავით არაფორმალურები. მე და ჩემი მეგობრებიც მაგ პერიოდში პატარა ჯგუფს წარმოვადგენდით, ცალკე აღებულს, ეს იყო 88 წლის ნოემბერში შექმნილი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, რომლის შექმნის იდეაც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეკუთვნოდა, ერთად განვიხილეთ ჩვენ ეს საკითხი და აი ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ქრისტიან-დემოკრატია წარმოადგენდა, რომ ჩავარდნოდა ხელში წინასწარვე სპეცსამსახურულ ძალებს და მათ აგენტურას, სასწრაფოდ თხოვეს და დამავალეს, რომ ამის ორგანიზება გამეკეთებინა. ეს იდეა მეც მქონდა და ჩემ მეგობრებსაც და მაშინ ადვილად მოხერხდა. აი ამ პარტიების ლიდერების გარდა ამ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მოძრაობების ლიდერების გარდა ამ საგაფიცვო კომიტეტში დიდი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევიდნენ. საკმაოდ ფართო სპექტრი იყო. ჩვენი ძირითად შესაკრებელი ადგილი გახლდათ მერაბ კოსტავას ბინა, ის ახლოს იყო ასე ვთქვათ რუსთაველიდან, ცენტრში იყო მოგეხსენებათ მეტრო რუსთაველის უკან, სადაც ახლა სახლ-მუზეუმია. მერაბ კოსტავას იქ ვიკრიბებოდით ძირითადად, იქ გეგმავდით ჩვენს ასე ვთქვათ შემდგომ ნაბიჯებს. აქტიურად იყო ჩართული ეს უმაღლესი სასწავლებლები, როგორც მოგახსენეთ, ასევე ჩართული იყო მაგალითად სამხატვრო აკადემიაც, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა თავის თავზე აიღეს გაფორმება, ანუ ის ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო მათ სპეციალობასთან. 9 აპრილი მოგეხსენებათ ისეთი უკვე ღამით დაიწყო, თავად ბოლო აკორდს გულისხმობ, რაც დარბევასთან იყო დაკავშირებული. მაგ მომენტში ერთს გავიხსენებ, ოღონდ მანამდე მერაბ კოსტავასთან ვიყავით, იქ იყო როგორც სამედიცინოსი, ისე კიდე რამდენიმე სტუდენტური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი. აი სამედიცინოს წარმომადგენლებმა მახსოვს მაკაჯიშკარიანმა დასვა საკითხი, რომ კიდე უფრო გაგვენძაფრებინა ჩვენი მოთხოვნები და ეს ყოფილიყო ესე იგი გამოკვეთილი ეს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იყო ანუ აი იმ რაც მანამდე აღნიშნე თითქოს ერთგვარად უფრო მისაღები მოთხოვნების უკვე რადიკალიზაციაში, აი რასაც დამოუკიდებლობასთან იყო დაკავშირებული და იმ ტიპის მოთხოვნებთან, რომელზეც რასაკვირველია კრემლს მძაფრი რეაქცია ექნებოდა. მახსოვს მერაბ კოსტავას სახე მაგ მომენტში. მერაბი ჩაფიქრდა, მერაბი იყო უშიშარი კაცი, მოგეხსენებათ თქვენ და ის ვერ შეაშინა ათეული წლის გადასახლებამ საშინელ პირობებში. მაგრამ მაგ მომენტში მერაბმა გაიაზრა რა შეიძლებოდა გამძაფრებას მოყოლოდა და ჩაფიქრებულმა თქვა, რომ იცით კი რა შეიძლება მაგას მოხდეს. მერაბმა თქვა მაშინ. ჩვენ რა თქმა უნდა ახალგაზრდები ვიყავით და ახალგაზრდობას იცით ახასიათებს უფრო მეტი თითქოს გამბედაობაც, უფრო როგორ? მიამბოხეობაც. ცხადია,
ეს მოთხოვნები უკვე ჩანს კადრებიდან, ბევრი რამ არის შემორჩენილი, უამრავი მასალა არის, ფოტო მასალა მაგალითად ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმ დღეებთან დაკავშირებით 7 აპრილთან, 8 აპრილთან, 9 აპრილთან დაკავშირებული, ყველაფერი არის ფაქტობრივად გადაღებული, მე შეიკრიბა და გაკეთდა დიდი არქივი. ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არქივი არსებობს. იქ იყვნენ მოშიმშილე ახალგაზრდები, ძალიან პატარებიც იყვნენ მათ შორის, 16 წლისებიც იყვნენ, უკვე დასუსტებულებიც იყვნენ იმ მომენტში, როცა უკვე ტანკების გრუხუნი გაისმა, როცა უკვე სიტყვით გამოდის პატრიარქი, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, კათოლიკოს პატრიარქის გამოსვლის შემდეგ გახსოვთ, რომ ცოტა ხანს გულმილი იყო, ერთად ვიდექით, ასაც ტრიბუნა ქვია, თუმცა ტრიბუნის ფორმა იმას არ ქონდა, უბრალოდ მიკროფონები და მეგაფონები იყო. დროს მახსოვს, რომ კითხვის თვალით შევხედე სვიეთს და მერავს. ამათ თავი დამიქნიეს, ანუ მითხრეს, რომ კიო, სიტყვა შეგიძლია თქვაო. იმ მომენტში რასაკვირველია, ძალიან ძნელი იყო სიტყვის თქმა პატრიარქის. შემდეგ და უცებ წამოვიდა უკანა მხრიდან ხელი. გამიკვირდა, რომ შეიძლება ყოფილიყო და ის შეიძლება მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, რომ უკვე ასე ვთქვათ, ჩემ ხელში მიკროფონისთვის ჩაევლო ხელი და უკან რომ მივიხედე, ხელში შემრჩა ირაკლი წერეთელი, ჩემი სიჭაბუკის ახლო მეგობარი, ჩვენ ერთად დავიწყეთ 1980 წელში და შემდეგ ის ორგანიზაცია, რომელიც 1983 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საპროტესტო აქციებთან იყო დაკავშირებული, ერთად გქონდა. ნუ ირაკლიმ მითხრა, გთხოვ რომ დამითმოო ეს მიკროფონი. მართალია იმ მომენტში ძალიან დაძაბულები ვიყავით, არ ვიცი გამეღიმო თუ არა, მაგრამ ირაკლის მივაწოდე და ეს ის მომენტია, როცა ირაკლი კითხულობს მამაო ჩვენოს. ამის შემდეგ როგორ დატრიალდა მოვლენები ვიცით, როგორ განვითარდა, გვაწვებოდა რა თქმა უნდა ხალხის მასა, იქ გაჩერების საშუალება არ იყო, ფიზიკურად ვერ ჩერდებოდით, ცხადია და ნუ ნელა მივიწევდით, მაგრამ იქ იყვნენ როგორც გითხარით 16-17 წლის უკვე შიმშილისგან დასუსტებული ბავშვები და მახსოვს რომ ერთ-ერთი ავიტაცე ხელში კაფანდარა ბავშვი, რომელიც აშკარად წაქცეული იყო და კაცმა არც ის რა მოუვიდოდა, ასე ვთქვათ. არა იმიტომ რომ მას ანგარიშს არ გაუწევდნენ, უბრალოდ დიდი მასა გვაწვებოდა. ამის შემდეგ როგორღაც მოვახერხე ეს ბავშვი გამეყვანა იმ ჯაჭვის იქით, რომელიც ჯაჭვიც უკვე შეკრული იყო ჩვენს ირგვლივ და იქ სოლაკში ამეყვანა და გადამერჩინა ფაქტობრივად და შემდეგ მისი ოჯახისთვის დაგვერეკა. ნუ გათენდა 9 აპრილი ვიცით, რაც მოხდა 9 აპრილს, შემდეგ უკვე 10 აპრილი გათენდა, ლიდერები დაიჭირეს, ნაწილი დაიჭირეს, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია დაიჭირეს, ნაწილი გარეთ დავრჩით, ნუ გარეთ ბევრი დავრჩით ცხადია გაცილებით, შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ პატარა ჯგუფმა სამთავრობო სამკურნალო ცენტრი იყო, რომელსაც რუსულად ეძახდნენ
ყლეჭ კომბინატს. იქ ბევრი მოწამლული იწვა. იქ დავიწყეთ ჯერ შიმშილობა სახაროვის ჩამოსვლის მოთხოვნით. სახაროვი კონკრეტულად სახაროვი რას გვიშველიდა იმ მომენტში ცხადია ესეთი რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა მის ჩამოსვლას, მაგრამ ჩვენც ვიყავით ძალიან დიდი სტრესის ქვეშ, იყო ამხელა მსხვერპლი, იყვნენ მოწამლულები, იმ მოწამლულებიდან რამდენი დაიღუპებოდა არ ვიცოდით. შემდეგ მოვიფიქრეთ ისევ პატარა ჯგუფმა უნივერსიტეტის ჯგუფმა და სასწრაფოდ მოვითხოვეთ ამ მოწამლულების კურნალობა ნატურალური წვენებით, ფრეშებით, ეგრეთ წოდებულით. აი თუ შეგიძლიათ თქვენ შინაგან ემოციაზე რომ მოგვიყვათ, აი იმ წამს, როდესაც იქიდებით და ესეთი ამბავი ხდებოდა, უამრავ შეშინებულ სახეს უყურებდით, თქვენს დიდ ემოციაში იქნებოდით. ცოტა რთული ამდენი ხნის ამბის ემოციურ დონეზე გახსენება, უბრალოდ როცა კადრებს უყურებ ხოლმე, მაშინ რეტროსპექტულად იღვიძებს ხოლმე ის ემოციები, როგორც ჩანს, რაც მქონდა იმ მომენტში და მქონდა საკვირველი არა მხოლოდ მე. ეს ემოცია შემიძლია შევაფასო როგორც არა შიშის, არა დათრგუნულობის, არამედ უფრო ჰეროიკული ჭარბობდა ამ ემოციაში. აქ იყო თავგანწირვის მზაობა და ასეთი მზაობა იყო პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანში, ვინც იქ იყო. ის რაც ხდებოდა იქ, რა სახეც მიიღო, ხოცვა-ჟლეტვის სახე მათი მხრიდან დაუნდობელი, რასაკვირველია შესაბამის ემოციას იწვევდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ისეთი ემოცია, რომელიც ალბათ სამომავლოდ დიდ შურისგებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არა იმ ფორმით, ცხადია რა ფორმითაც თავად რუსის ჯარი და კრემლის ესეურები იქცეოდნენ, არამედ ის, რომ ჩვენ ეს საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიგვეყანა და ამ მონსტრისგან გამთავისუფლებულიყავით. როგორმე გამოგვეგლიჯა ჩვენი ქვეყანა იმ საშინელი მონსტრისგან, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, ხედავდა თუ არა მას სოფლიო ამას უფრო და ადრე უფრო დახურულად აკეთებდა, შეუმჩნევლად, მაგრამ დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი სახე უკრაინაში, ისევ 9 აპრილი. ანუ 9 აპრილი დაგვირგვინდა 9 აპრილით, სიმბოლურად 91 წლის 9 აპრილს ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ პრომეთეს განთავისუფლება. თუმცა ქართველმა ერმა მოიპოვა ფაქტობრივად 2 საუკუნოვანი მონობის შემდეგ, იყო 3 წლიანი გამონათება, ვიცით, მე-20 საუკუნის დასაწყისში ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა აღდგა, შემდეგ ბევრი დასაკვირველია უკვე. ბევრი სირთულე გაჩნდა და ბევრი სირთულის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ ამ თვალსაზრისით და ამ მიმართულებით უკუსვლა უკვე ვეღარ იქნება. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, დარჩება დამოუკიდებელ ქვეყნად, როგორ ქვეყნად ეს უკვე ჩვენზეა დამოუკიდებელი. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ კოშმარული წარსულის გულიდან წამოსული შემოქმედება.